და ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს ჩვენი შოუს მეშვეობით მივულოცო და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიკეთე. გაიხარე შემოდოდნა. შენ წლების განმავლობაში ცხოვრობდი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ფილიპინებზე 6 წელი ცხოვრობდი. გარდა ამისა, მოვლილი გაქვს ლამის ნახევარი პლანეტა. თანაც მაყურებელმა უკვე ძალიან კარგად იცის, რომ შენ ესეთი უნივერსალური მომღერალი ხარ და ხელგეწიფება სხვადასხვა ხალხის, სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა სტილის მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება. რა მინდა იცი კითხოთ, ეხლა ახალი წელია და საახალწლო სიმღერებზე როგორ ხარ? მშვენივრად, ძალიან მიყვარს, ეს არის ჩემი საყვარელი სეზონი. მით უმეტეს ეხლა სადაც შეხვალ, ან რაიმეს ჩართავ, ყველგან ისმის საახალწლო სიმღერაა. ქართულის, მაგრამ ძირითადად ინგლისური და ხო არ გავაკეთოთ მაშინ ესეთი პატარა რეტროსპექტივა და ხვიჩა, მოდი შენი გიტარი დაგვეხმარე ამაში. აბარა. დავიწყოთ მაშინ ესეთი ინგლისურენოვანი სიმღერით. The weather outside is frightful, but the fire is so delightful. Since we no place to go, let it snow, let it snow, let it snow. When we finally kiss goodnight, how I'll hate going out in the storm. And if you really hold me tight, all the way home I'll be warm. What a bright time, it's the right time to rock the night away. Jingle bell time is a swell time to go gliding in on one horse sleigh. Giddy up, jingle horse, pick up your feet, gather around the storm. Mix and a mingle and a jingling feet. That's the jingle bell, that's the jingle bell, that's the jingle bell rock. დოდონა, მადლობა. სხვადასხვა ქვეყანა ვახსენებ ჩვენ და აი ყველაზე ესეთი განსხვავებული, გამორჩეული, შენთვის დასამახსოვრებელი ახალი წელი. სად გაგიტარებია? სხვათა შორის ფილიპინებზე წავედი 10 წლის როცა ვიყავი, მაგრამ აქამდე მთელი ჩემი ცხოვრება 1 წლიდან კახეთში ვატარებდი ჩემს ბებო-პაპასთან ერთად. დღემდე მომყვება ეს ტრადიცია, ძალიან მიყვარს მათთან ერთად გატარებული ეს ახალი წელი და ფილიპინებზე ჩასვლისას პირველი ეგ ვიფიქრე, რომ აი ჩემი პირველი ახალი წელი როგორი იქნება ბებოს და პაპას გარეშე, საცივის და ასე შემდეგ კახეთის გარეშე, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ ყველაზე გამორჩეული ახალი წელი იყო, როდესაც ვიყავით 11 წლის ფილიპინებზე, ჩემი პირველი ახალი წელი და ეს იყო პლაჟზე. წარმოიდგინეთ, 31 დეკემბერი, 12 საათი, არის ფეიერვერკები და ხარ პლაჟზე. იმიტომ რომ იქ ხო არ არის ზამთარი, სულ ზაფხულია და ეს იყო ჩემი სასიამოვნო კულტურული შოკი. მაგრამ ასევე გვქონდა არასასიამოვნო ან სახალისო კულტურული შოკი ჩვენს ოჯახში. როგორც მოგეხსენებათ, ჩავედით ჩვენ ფილიპინებზე, იმიტომ რომ ჩემი მშობლები სწავლობდნენ დოქტორანტურაზე. ხო და დაახლოებით მესამე კვირაა, ჯერ კიდევ მონდომებული ახალი სტუდენტები არიან და როგორ კარგადაც არ უნდა იცოდე ენა, როდესაც აკადემიურად იწყებ ამ ენაზე სწავლას, პრაქტიკულად ახალ ენაზე. კი, სულ სხვა სტანდარტებია ნამდვილად. სულ სხვა ენაზე საუბრობ, ამიტომ თავიდან გაუჭირდათ შედარებით. მესამე კვირაა და დედაჩემს ყავს ერთი ინდოელი პროფესორი. მისტერ გაიკვარდი, რომელმაც დაავალა 5 გვერდიანი სტატიის დაწერა სტუდენტებს. მოვიდა დედაჩემის სახლში, 4 ღამე გაათენა, აი 2-2 საათი ეძინა, დაწერა 5 გვერდიანი უმაგრესი სტატია და მიუტარა ამ მისტერ გაიკვარდს ოფისში. აიღო მისტერ გაიკვარდა, გადაფურცლა, გადახედა და გააკეთა. ვაა, დედაჩემა ინერვიულა, არ მოეწონაო ალბათ ჩემი ის ნაწერიო. წამოვიდა სახლში, დაჯდა, ალბათ ეცოტავაო, ხა 5 გვითხრაო, მაგრამ უნდა ცოტა მოვინდომაო და 2 გვერდი დაამატა, წყაროები დაამატა, კიდევ ერთი ღამე გაათენა, წავიდა ისევ მეორე დღეს მისტერ გაიკვარდთან და გადახედა მისტერ გაიკვარდა. ისევ თავი გადააკეთია? ისევ გააკეთა ეს. გაიკვარდა, ხო? აი, გაუკვირდა. მოვიდა დედაჩემი აცრემლებული სახით, დაისვა, ასევე სტუდენტი მამაჩემი, შენიო არ მაინტერესებს შენი დავალებებიო, ჩემსაში მომეყარეო. ბეზიზღები ჩემს ლექტორსო. ზულვა რომ არ მოეწონაო, არა და 7 გვერდი დავწერე, თან ძალიან მაგრადო და ეხაო მოდიო 3 კიდე დავამატოთ, 10 გვერდი მიუტანოს. 2 ღამე არ ეძინათ, დედმამა არ მყავდა ის პერიოდი. მივიდა ისევ ამ მისტერ გაიკვარდთან დედაჩემი და გადახედა. გააკეთა. ატირდა დედაჩემი იქ. აი მეო, რატო არ მოგწონდა ჩემი ის? It's wonderful. It's very good. და კაიო და აი ეგ იყო ჩვენი კულტურული შოკი, წარმოიდგინე რომ ეს ნიშნავს ძალიან კარგია. ართენად ყვილა დედაჩემა ერთი კვირა.
სხვათა შორის ახლა მაგისტრატურაზე ვსწავლობ და ჩემი უმეტესი ჩემი კურსელების არიან ინდოელები და მათ ვთხოვე გამოიგზავნათ ჩემთვის სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენენ სახალწო პერიოდში და მინდა შემოგთავაზოთ დღეს ეს სიმღერა. აბა რამე გაიკვარდული. კარგი. აბა გისმენთ ყურადღებით. კლასელები, მაგრამ მე მყავდა სხვათა შორის უმეტესწილად ლათინო ამერიკელები, ანუ ესპანურენოვანი პერუ, არგენტინა, ბრაზილია და ასე შემდეგ და მათი მთავარი სიმღერა იყო Feliz Navidad. თუ იცი, მოდი ერთად ვიმღეროთ ეს სიმღერა, ესეც საახალწლო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი. კი ბატონო, საახალწლო საჩუქრად. ვიციო. Feliz Navidad. Feliz Navidad. Feliz Navidad. Próspero año y felicidad. Feliz Navidad. Feliz Navidad. Feliz Navidad. Próspero año y felicidad. I wanna wish you a Merry Christmas. I wanna wish you a Merry Christmas. I wanna wish you a Merry Christmas from the bottom of my heart. სხვათა შორის ჩემი ძმა იყო 6 წლის როცა ჩავედით ფილიპინებზე და კულტურული შოკი ყველაზე მეტად მას ემძაფრა, იმიტომ რომ ყველაზე პატარა წევრი იყო, სრულიად ახალ გარემოში მოხვდა, ჯერ კიდე განვითარების პერიოდშია, ხო, ამ დროს ბავშვი და თან ინგლისური არ ვიცით არც ერთმა hello how are you-ს გარდა არ ვიცით საერთოდ არაფერი. ამიტომ შეგვიყვანეს ჩემმა მშობლებმა ზაფხულის სკოლაში და ერქვა ინგლისური როგორც მეორე ენა, ამისი სკოლა. შევედით მე 10 წლის უფრო დიდ ბავშვებთან და ჩემი ძმა შეუშვეს პირველ-მეორე კლასელებთან. აღმოჩნდა, რომ ამ ინგლისური სკოლაში ჩემი ძმა იყო ერთადერთი არაკორეელი. 29 კორეელი და 1 ქართველი შევიდნენ ერთ კლასში. გავიდა 3 დღე და ურეკავს დირექტორი მამაჩემს. ბატონო სერგო, თქვენმა შულმაო ვიღაც ცემაო. სასწრაფოდ მოდითო კლასელის ცემაო. მამაჩემი გაიკვირვა, ვაიმე რა ხდება, არა და ხო გავაფრთხილეო, ახალი ჩასულები ვარ თან კახეთიდან, ეს უნდა გაითვალისწინოთ. ანუ ეს მუშტი არ იყო ისეთი იშვიათობა. ხო. უცხო ამბავი არ იყო. უცხო ამბავი არ იყო და მაგრამ გავფრთხილებული იყო, რომ ძალადობა არ შეიძლება, ბავშვების დაჩაგვრა, ბულინგი არ შეიძლება და ასე შემდეგ. მივიდა ჩემი ძმა ზის წარბშეკრული, არ ნანობს საერთოდ არ ეწყვასინებული. დაცის რატავალი არა აქვს. აი ეს წარბი აქვს შეკრული და რატო ცემეო ლუკა, ხო გაგაფრთხილეო, რომ არ შეიძლება. გამომიწვიაო. როგორ გამოგიწვიო? აი ეგრე მითხრა ჩხუბი მინდაო. როგორ გითხრაო ინგლისური არ ჩენიცი, არ იცი მანიცისო. თვალებით მითხრაო. როგორ? აი ეგრე გამიკეთაო. მამაშევი კი დაფიქრა ცოტა ხანი და მერე ოთხარ რომ ამ კორეელებსო ყველას ეგეთი თვალები აქვს და არ გიწევს უბრალოდ ეგეთი თვალები აქვს და აღარავინ აღარ სცემო. ასე მიკეთებს. სხვა
სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ მე მყავდა ესპანურენოვანი კლასელები, ჩემი ძმა ძალიან დაუმეგობრდა ლათინოამერიკელ ბავშვებს. გაუჭირდა თავიდან მეგობრების შეძენამ, იმიტომ რომ ერთი ქართული ოჯახი ვიყავით ჩვენ, პირველები და ერთადერთები. ამიტომ ჩემი ძმა უფრო დაუმეგობრდა ამ ლათინოამერიკელ ბავშვებს და თან რაღაცნაირად კულტურულად, მეგობრულად, რაღაც ხასიათით გავართ. ხო, კორეელებთან თლაც საერთო ენა ხო, თლაც საერთო ენა ვერ გამრახდა. პერუკახეთი, ხო, რაღაცა. ძალიან დამეგობრდნენ ერთმანეთთან და ეთამაშებოდნენ ხოლმე, როგორც თვითონ ჯგუფი შეკრეს, ასევე ქონდა აფრიკელ ბავშვებს შეკრული ესეთი ჯგუფი და ერთმანეთს ეთამაშებოდნენ ფეხბურთს, ფრენბურთს, დაჭერობანას, რაღაც ახალ თამაშებს იგონებდნენ და ასე დადიოდნენ და ჩვენ მქონდა დაწესებული 8 საათი სახლში მოსვლის დრო. 6-ზე ჩადიოდა მზე, 2 საათი მქონდა რომ კიდე რაღაც გასართობად და უნდა მოსულიყავით 8 საათზე და მე ვუყვებოდით ჩვენს ოჯახს, ჩვენ მშობლებს, ისინიც ჩვენ გვუყვებოდნენ, აი იმ დღეს რა გადაგხვდა და თან ვახშმობდით. ესეთი ტრადიცია გვქონდა. მოვიდა ჩემი ძმა კიდევ ერთხელ შეკრული წარბით. არ არის კარგი ნიშანი. პირველი ვიფიქრეთ, რომ კიდევ ერთი კორელი ემსხვერპლა მის მუშტს, მაგრამ აღმოჩნდა სულ სხვა რაღაც. ბაბაჩემი ჩაეძია როგორც ყოველთვის, მითხარიო რა მოხდაო, რაღაცა გატყობ რომ დარდობო. ბიჭო, დილით ვუგებთ. შუადღისით ვუგებთ. საღამოთი ვაგებთ. ამ აფრიკელებზე იძახის, ლათინოამერიკელები ხო ეთამაშებენ. რა ენერგია ემატებათ ამისთანა, რა სჭამენ საღამოთი, რა საჭმევენ სახლში, არ ვიციო, დილით ვუგებთ, შუადღისით ვუგებთ, საღამოთი ვაგებთ. რას თამაშობთ? დამალობანასო. ეს ისტორია რომ მოუყევი იმ ერთ-ერთი აფრიკელი ბიჭის დას, ჩემი საუკეთესო მეგობარია ეს გოგონა, კენიელი, მოკვდა სიცილით, ვერ პოულობდნენ ამ აფრიკელ ბავშვებს. ზერო ჩადიოდა იმის შემდეგ. როგორი გულწრფელები და ალალები არიან ბავშვები, რომ საერთოდ ვერ ხედავენ კანის ფერს, ეროვნებას და ისე უმეგობრდებიან ერთმანეთს. ისე როგორც უნდა იყოს, მართლა და მინდა რომ ყველა ბავშვი საქართველოში და საქართველოს გარეთ იყოს ბედნიერი და შეხვდეს ამ ახალ წელს. გაიხარეთ, დოდონა გისმიროს ღმერთმა და მოდი გადავზარდოთ ეს ყველაფერი სადღეგრძელოში და ვადღეგრძელოს ყველა ბავშვი ბედნიერი, უღრუბლო ზეცა კონდეს და გამორჩეული წელი ყოფილიყოს ყველა ბავშვი. ამინ. მე ვისარგებლებ შემთხვევით და ბაბუა გავხდი და ჩემ პატარა შვილიშვილის თამადობით ჩემ პატარა აუცილებლად. აიყო მანჯავიძის სახე. შენი შვილიშვილის თამადობით მინდა რომ შემდეგი სიმღერა მიუძღვნა საქართველოში ყველა ბავშვს. გაიხარეთ. როცა ძალზე სიხარული თინდება და ახალი დღე ზღაპარივით იწყება თუ კი მოგწონ შენ როგორც ვიფიქრები შენს ფიქრით ლამაზი იქნები ახალი წელი დგება თოვლის ბაბუს საჩუქრი ციდან ჩამოფრინდება თენდება ახალი წელი დგება თოვლის თეთრი ფერია ცისფერს ღაფრებს პირდება დამიკითხა ზღაპარი მითხრა გიხდება შენ ოცნებები ახალი რომ ასეთი მზე სხვაგან არსად არის ცაზე ჩვენთვის ზანთია ვარსკვლავი თენდება ახალი წელი დგება თოვლის ბაბუს საჩუქრი ციდან ჩამოფრინდება თენდება ახალი წელი დგება თოვლის თეთრი ფერია ცისფერს